2026 წელს კაცობრიობა შეუძლია დააფიქსიროს ყველა სიგნალი და გადაიღოს ყოველი წამი. თუმცა მაინც არსებობენ კადრები, რომლებიც ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგჯერ ახალი აღმოჩენა, ახალი კვალი ან ახალი ინფორმაცია აიძულებს ექსპერტებს გადახედონ იმას, რაც ეგონათ რომ იცოდნენ და უყურონ როგორ იშლება ყველაფერი. ნომერი 20. 1798 წელი იყო, როდესაც ოქსირინქოსის არსებობა პირველად დოკუმენტურად დაფიქსირდა. იმ წელს მხატვარი სახელად ბარონ ვივან დენონი ნაპოლეონ ბონაპარტს თან ახლდა ერთ-ერთ სამხედრო ექსპედიციაში, რომელიც პირდაპირ ეგვიპტეს კვეთდა. ექსპედიციის დროს დენონმა შენიშნა ქვიშით დაფარული სვეტი დავიწყებული უძველესი ქალაქის ნანგრევებში. მან ეს ადგილი თავის ჩანაწერებში მოხატა, უნებლიეთ დააფიქსირა უძველესი ეგვიპტური პორტის, ოქსირინქოსის პირველი თანამედროვე მტკიცებულება. შემდეგ წლებში არქეოლოგები მიაწყდნენ ამ ადგილს. მტვერს წმენდნენ, თხრიდნენ და ნიადაგს ამუშავებდნენ, რათა დაენახებინათ დავიწყებული ადგილი. ამ ისტორიულ ადგილზე მათ აღმოაჩინეს სამარხები, მუმიფიცირებული წინაპრები, უცნაური ოქროს ენები და პაპირუსების უდიდესი მარაგი, რაც კი ოდესმე უძველეს ეგვიპტურ ადგილზე უპოვიათ. მაგრამ სწორედ 2026 წლის აპრილში ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტრომ გამოაცხადა ყველაზე უცნაური აღმოჩენის შესახებ. ბარსელონის უნივერსიტეტისა და ძველი აღმოსავლეთის ინსტიტუტის ესპანური არქეოლოგიური მისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორ ესტერ მილადო და დოქტორი მაიტენ მასკორდი, ამ ადგილზე აღმოაჩინეს რომაული ეპოქის სასაფლაო. კათხებმა გამოავლინა მრავალი რომაული ეპოქის მუმია, ზოგიერთი მათგანი დაფარული იყო ორნამენტული გადასაფარებლებით გეომეტრიული მოტივებით. სამი კლუბო შეიცავდა მუმიებს ოქროს ენებით, ხოლო მეოთხე თითბერის ენით. ერთ-ერთ გვამზე არქეოლოგმა მოხსნა უცნაური შეკვრა, რომელიც მუცელზე იყო დადებული. თავდაპირველად იფიქრეს, რომ ეს სავარაუდოდ იმავე ტიპის იყო, როგორც მეზობელ მუმიებთან ერთად დამარხული, საგულდაგულოდ დალუქული პაპირუსის სხვა 20 შეკვრა. მაგრამ როცა მისი ფურცლები წაიკითხეს, მიხვდნენ, რომ ეს დამარხვა უნიკალური იყო. გვერდები დახურული იყო თიხისა და ბალზამის ბეჭდებით, რომლებზეც იეროგლიფები იყო ამოდვიფრული. ბეჭდები გამოიყენებოდა მხოლოდ მნიშვნელოვანი დოკუმენტებისთვის, როგორიცაა წერილები, ანდერძები და კონტრაქტები, რათა დაცული ყოფილიყო მათი შეცვლისგან. როდესაც ექსპერტებმა პაპირუსი გახსნეს, ანდერძის ან წერილის ნაცვლად, მათ აღმოაჩინეს ტექსტი ჰომეროსის ილიადის მეორე წიგნიდან, რომელიც აღწერს ტროას ომის გამწვავების დასაწყისს. ილიადის მეორე ნაწილში აღწერილია ზევსის მიერ აგამემნონისთვის გაგზავნილი მოტყუებითი სიზმარი. აგამემნონის წარმატებელი ერთგულება, ოდისევსის მიერ აჯანყების ჩახშობა და ხომალდების კატალოგი. ეს უკანასკნელი იყო ის, რაც გარდაცვლილის მუცელზე დაედო და მნიშვნელოვანი და იდუმალი გზით იყო დალუქული. ხომალდების კატალოგი ასახელებს ბერძნული არმიის 29 კონტინგენტს, რომლებიც ტროას ომში გაემართნენ. ის აღწერს თითოეული მათგანის რეგიონულ წარმოშობას, ვინ იყვნენ სარდლები და რამდენი ხომალდი იყო გამოყოფილი. ხომალდების კატალოგი აღწერილია როგორც ამომწურავი, რადგან ის ასახელებს 6 ხომალდს და 50-დან 1000 კაცამდე. მიზეზები თუ რატო იყო ჰომეროსის ნაწარმოების ნაწილი გარდაცვლილთან მოთავსებული, დღემდე საიდუმლოდ რჩება. ჰომეროსის პოემები, განსაკუთრებით ილია და ოდისეაზე მეტადაც კი, ბერძნული კულტურის საძირკვალ ტექსტს წარმოადგენს და მათი მნიშვნელობა საუკუნეებსა და კონტინენტებს გასცდა. ეს პოემები გამოიყენებოდა წერა-კითხვის ადრეული ეტაპიდანვე. ასწავლიდნენ ახალგაზრდა მოსწავლეებს და საფუძვლიანად სწავლობდნენ როგორც მეცნიერები, ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები. ეს კონკრეტული აღმოჩენა ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს დამატებითი ვარაუდების გაკეთებისკენ მოუწოდებს. რადგან მათ უნებლიეთ უჩნდებათ კითხვა, აქვს თუ არა ოქსირინქოსის ქალაქს კიდევ რამე სათქმელი ამ სამყაროში, ძველი ბერძნული ლიტერატურის მემკვიდრეობასა და გადაცემაზე. ნომერი 19. Leslie Leroy Liddy, რომელსაც უმეტესობა უბრალოდ ლეს უწოდებს, ოკალას, ფლორიდის მაცხოვრებელია. ახლობლების თქმით, ლესი სხვადასხვა სამედიცინო პრობლემებით იტანჯება და ადრე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეებიც ჰქონდა. 57 წლის ლეს, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ინსულტი ჰქონდა. ის სოციალურ ქსელებში არ არის და მობილურ ტელეფონს იშვიათად იყენებს, ძირითადად ოჯახის წევრებთან დასაკავშირებლად. ლესი თავისი ოჯახის საყვარელი წევრია, რომლებიც ძალიან შეშფოთდნენ მისი გაუჩინარების შემდეგ, რაც წელს გაურკვეველ ვითარებაში მოხდა. ბოლო ჯერ ლესი 25 იანვარს ნახეს, როცა ის Advent Health Ocala-დან საღამოს 5-7 საათზე გავიდა. ამ დროს ლესმა ოჯახს დაურეკა, თუმცა უცნობია რა ითქვა საუბარში, ან მიანიშნა თუ არა რომ სახლში ბრუნდებოდა. თუმცა ცნობილია, რომ ის ოკალას ქალაქიდან აღმოსავლეთით მიემგზავრებოდა, თითქოს ოკალას ეროვნული ტყისკენ მიდიოდა. უცნობია შევიდა თუ არა ტყეში, ან გზაში უცნობა პირმა აიყვანა.
საინტერესოა, რომ ლესის გაუჩინარებიდან 3 დღის შემდეგ მისი პირადი ნივთები Lake County-ს შერიფის ოფისის ქვესადგურში, ასტორში, ფლორიდაში აღმოაჩინეს. იმ დროს ქვესადგურში არავინ იყო, ასევე სათვალთვალო კამერაც არ მუშაობდა, რის გამოც ნივთების დამტოვებელი უცნობი დარჩა სამართალდამცველებისთვის, ხოლო ნაპოვნმა პირადმა ნივთებმაც დამატებითი კვალი არ მისცა გამოძიებას. მათ შორის იყო ლესის ზურგჩანთა, საფულე, მობილური ტელეფონი და კიდევ რამდენიმე დაუკონკრეტებელი ნივთი. სამართალდამცველები ახლა მიმართავენ ყველას, ვინც იმგზავრა 40 გზატკეცილზე, რომელიც აკავშირებს ოკალასა და ასტორს, რადგან მიაჩნიათ, რომ ლესი შესაძლოა ამ ტერიტორიამდე ვინმე მიიყვანა. ლესის ახლობლებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლესი ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება, ის საშიში არ არის. ამჟამად მას არ აქვს არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და უკვე შემოწმებულია საავადმყოფოები, ციხეები და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულებები ამ ტერიტორიაზე, მაგრამ მამაკაცი კვლავ დაკარგულად ითვლება. იმ დღეს, როდესაც ლესი ბოლოს ნახეს, მას ეცვა წითელი გრძელმკლავიანი სპორტული მაისური, შავი სპორტული შარვალი და ნაცრისფერი ქუდი. ის აღწერილია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, რომელსაც აქვს ნაცრისფერი თმა და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა მერყეობს 240-დან 260 ფუნტამდე. ლეს სხეულზე რამდენიმე ამოსაცნობი ტატუ აქვს, მათ შორის Life is good კისერზე, ცელიანი სიკვდილი მკერდის მარჯვენა მხარეს და ყვავილების ტატუ მარცხენა წინა მხარზე, სადაც წერია Gail და Sarah. ასევე იყო მითითება, რომ მას შეიძლება კონდეს გაურკვეველი ტატუ, რომელიც ზოგიერთისთვის შეურაცხყოფელი იყოს, ან შეიძლება ვინმეს აწყენინოს. ოკალას პოლიციის დეპარტამენტი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებმაც დაკარგული მამაკაცის ნივთები ჩააბარეს, რომ დაუკავშირდნენ მათ. ინფორმაცია ლესლი ლეარის გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ოკალას პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 352 369 7000. სააგენტოს საქმის ნომერია 2026017656. ნომერი 18. ამჟამინდელი ჩრდილოეთ ინგლისის მარშრუტი, რომელიც აკავშირებს M6-ს საათ ფენრიცთან და A1-ს სკოჩ კორნერთან, ამჟამად წარმოადგენს 1.3 მილიარდი ფუნტის ინფრასტრუქტურულ პროექტს. პროექტის ტერიტორია, რომელიც ცნობილია როგორც A76 ჩრდილოეთის ტრანსპენაინის პროექტი, მოიცავს კემბრიას და ჩრდილოეთ იორკშირს. პროექტი მიზნად ისახავს დარჩენილი 18 მილის ერთი სავალი ნაწილის მქონე გზის გაორმაგებას 50 მილის მარშრუტზე M6-სა და E1-ს შორის. მიზანია მთელი კორიდორის ორ განცალკევებულ სავალ ნაწილად მოწყობილ გზად გადაკეთება მასშტაბური კვანძების გაუმჯობესებით. მთავარი სამშენებლო სამუშაოების დაწყება დაგეგმილია წლის ბოლოსთვის, ხოლო ტერიტორიის გათხრები მიმდინარეობს 2025 წლიდან, რაც სამშენებლო პროექტისთვის ადგილის მომზადებას ემსახურება. ამ გათხრების დროს ექსპერტებმა აღმოაჩინეს ისტორიული ობიექტები, რომლებიც დროთა განმავლობაში დავიწყებული იყო. აღმოჩენებს შორისაა რომაული ეპოქის გზები და დასახლებები, რომლებიც გადაჭიმულია უძველეს ტრანსპენაინის კორიდორზე. ასევე ამ გათხრების დროს არქეოლოგებმა წააწმნენ რაღაცას, რაც არამხოლოდ იშვიათია, არამედ ნამდვილად იდუმალიც. ნიედადის ქვეშ იმალებოდა ადრე უცნობი მთის ბროლის მარაგი, რომელიც ნეოლითის პერიოდს განეკუთვნება. კვარცი გაერთიანებულ სამეფოში საკმაოდ გავრცელებულია, რაც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ რატომ იწვევს ეს ამორფული ქვები არქეოლოგების ასეთ დიდ ინტერესს. თუმცა მთის ბროლი კვარცისგან განსხვავდება. ეს არის გამჭვირვალე პრიზმის მსგავსი კრისტალი, რომელიც ხალიფდება ალპური ტიპის გეოლოგიურ ნაპრალებში ძალიან სპეციფიკურ და ხელუხლებელ პირობებში. ნაპრალები არის ბზარები, რომლებიც გადის ქანის ფენებში და წარმოიქმნება დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად. ამ ნაპრალებში მიედინება ცხელი წყალი და აირები, რაც ქმნის ზუსტად იმ პირობებს, რომლებიც სუფთა კრისტალის ზრდისთვის არის საჭირო. ბრიტანეთში კრისტალების პოვნის წყაროები ძალიან შეზღუდულია. არსებობს რამდენიმე ადგილი კორნუოლში, ველსში და შოტლანდიის რამდენიმე ნაწილში. მთის ბროლები იშვიათად გვხვდება პრეისტორიულ ადგილებში, თუმცა ისინი ნანგრევებში იმდენჯერ აღმოაჩინეს, რომ არქეოლოგებმა გარკვეული კანონზომიერება დაადგინეს. დაახლოებით 40 ასეთი კრისტალი ირლანდიასა და ბრიტანეთში აღმოჩენილი. მათი უმეტესობა ნეოლითის პერიოდს მიეკუთვნება. არქეოლოგ ნიკ ოვერტონის თქმით, ამ ადგილების მრავალი ირლანდიის ზღვის გასწვრივ მდებარეობს, ან მდინარეების სისტემებით უკავშირდება მას. ეს მდინარეები გამანაწილებლების როლს ასრულებენ, რომლებიც მასალებს თემებს შორის ანაწილებენ. თუმცა ძველი ტრანსპენაინის კორიდორის შემთხვევაში ექსპერტებმა აღნიშნეს ახლომდებარე ბუნებრივი რესურსების არარსებობა, რაც მიუთითებს, რომ კრისტალებმა საკმაოდ დიდი მანძილი უნდა გამოიარეს. 76-ის განში ასევე უცნაურია იქ აღმოჩენილი კრისტალების რაოდენობა და მრავალფეროვნება. ნიმუშების კრებული, როგორც კარგად ჩამოყალიბებული და გამჭვირვალეა, ასევე კარგად ჩამოყალიბებული და გაუმჭვირვალე. ამიტომ დიაპაზონი მიუთითებს, რომ მთის ბროლის ნიმუშები სხვადასხვა წყაროდან არის მოტანილი. მიზეზები კი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ზოგიერთი პატარა ნიმუში განზრახ ცვლილებების ნიშნებსაც აჩვენებს. რამდენიმე საკლია წვერი და ჩანს, რომ ისინი მიზანმიმართულად არის მოტეხილი. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა შიდა ხარისხის შესამოწმებელი მეთოდი იყო. ზოგიერთი ეს ნამუშევარი მხოლოდ ზედა ნაწილის მოცილების შემდეგ აღარ ჩამოყალიბებულა.
არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა დეფექტების გამო მოხდა. თუმცა დეფექტიანი არტეფაქტების გადაგდების ნაცვლად უძველესი ადამიანები მათ ინახავდნენ და დანარჩენ ნივთებთან ერთად ათავსებდნენ. როგორც ჩანს, დაბალი ხარისხის ნიმუშებიც კი შენახვის ღირსი იყო. მიზეზი თუ რატომ შეიძლება აერჩიათ უძველეს ადამიანებს მთის ბროლის შეგროვება და შენახვა, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესია. საუკეთესო თეორიები ვიზუალურ ან სიმბოლურ თვისებებს ვარაუდობს. მთის ბროლი კიდევ რამდენიმე ორმოში და სვეტის ხრელებში აღმოჩენილი ამ მარშრუტზე, რაც აქამდე არ ნახულ რაოდენობაზე მიუთითებს. სხვა ნეოლითის ძეგლებზეც მსგავსი მასალები აღმოჩენილია და როგორც ჩანს, ისინი ხის ნაგებობებთანაა დაკავშირებული, რომლებიც ადრეული მიწათმოქმედი თემებისთვის იყო დამახასიათებელი, თუმცა მათი დანიშნულება ჯერ კიდევ უცნობია. არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს ამ ინგლისის რეგიონში ადრეული მიწათმოქმედების ნაგებობების აშკარა მტკიცებულება არ უპოვიათ. ნიკ ოვერტონმა და მისმა კოლეგებმა კარდიფის უნივერსიტეტიდან და ჰერეფორდშირის საგრაფოს საბჭოდან დაადგინეს, რომ კრისტალები დამუშავებული იყო იმავე მეთოდით, როგორც იქ ნაპოვნი კაჟი. თუმცა არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეს მასალა იხმარებოდა როგორც ხელსაწყო, ისრისპირი ან საფხეკი. საინტერესოა, რომ ექსპერტებმა ასევე აღმოაჩინეს მთის ბროლის ქილა, როგორც მრავალი არტეფაქტის დიდი განძის ნაწილი, რომელიც ცნობილია როგორც შოტლანდიის ვიკინგების ეპოქის განძი. რატომ აერჩიეს ამ უძველესმა საზოგადოებებმა ამ ნივთების შეგროვება და რისთვის იყენებდნენ მათ? ჯერ კიდევ კითხვად რჩება, რადგან კვლევები და გამოძიებები გრძელდება. ნომერი 17. Candace Amber Krugery, რომელიც ალასკის მკვიდრი ქალია, ანკორეჯში, ალასკაში, გაემგზავრა თავისი ოჯახის წევრების მოსანახულებლად. ის წარმოშობით ანვიკიდანაა და ცხოვრობს Fairbanks-ში, ალასკაში. 27 წლის ქალი არც სოციალურ ქსელებს იყენებდა და არც ტელეფონი ჰქონდა. ამაზე მეტი კენდაიზზე ბევრი არაფერია ცნობილი. იყო თუ არა დედა, ყავდა თუ არა პარტნიორი, ან იყო თუ არა რომელიმე ადგილობრივ ორგანიზაციასთან დაკავშირებული. ამ ქალზე შემდეგი ინფორმაცია სამწუხარო გარემოებებით გახდა ცნობილი. 2026 წლის 26 იანვარს კენდაიმ დატოვა თავისი ოჯახის საცხოვრებელი, მას შემდეგ რაც უთხრა მათ, რომ სასეირნოდ მიდიოდა. მან აღნიშნა, რომ ცენტრისკენ მიდიოდა, მაგრამ მის ოჯახს არ გაუმჟავნებია, რას აპირებდა იქ, ან რომელი ადგილების მონახულებას გეგმავდა. იმ დღეს ის უბრალოდ ფეხით წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მის შესახებ. კანდეისი ბოლოს ენქორიჯის მიდთაუნის რაიონში ნახეს და შესაძლოა ნებისმიერ ადგილას წასულიყო, ან გზაში ვინმე წაეყვანა. მისი ოჯახი ვარაუდობს, რომ ის შესაძლოა Fairbanks-ში დაბრუნებულიყო, თუმცა მისთვის უჩვეულო იქნებოდა, რომ საყვარელი ადამიანები არ გაეფრთხილებინა თუ წასვლას აპირებდა. მისი მონახულებისას, როგორც ამბობენ, არანაირი ნიშანი არ ყოფილა იმისა, რომ კანდეისი სახლში ან სადმე სხვაგან აპირებდა დაბრუნებას, გარდა უბრალოდ ცენტრში გასეირნებისა. მისი საყვარელი ადამიანები ძალიან შეშფოთებულები არიან და საზოგადოებას დახმარებას თხოვენ მის პოვნაში. კანდეისი ბოლოს ნახეს შავ ზამთრის ქურთუკში, უკში შავგაცვეთილ Carhartt-ის პალტოში, ბორდოსფერი კაპიუშონიანი სპორტული ბლუზით, სალაშქრო ჩექმებით და სათვალით. წასვლისას ნათესავების თქმით, კანდეისს ბორდოსფერი კაპიუშონიანი სპორტული ბლუზის კაპიუშონი ჰქონდა წამოწეული და თავზე გადახურული. დაკარგული ქალი აღწერილია როგორც ალასკელი წარმოშობის, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 6 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 157 ფუნტია. არ არის ცნობილი, რამდენად კარგად იცნობდა კანდეისი ამ ტერიტორიას და ანკორიჯის მკაცრი ბუნება მის პოვნას განსაკუთრებით გადაუდებელს ხდის. ინფორმაცია ამ დაკარგულ პირთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ ანკორიჯის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 907 240 9095. სააგენტოს საქმის ნომერია 26 263 1782. ნომერი 16. ბელგიის საქსონიის რაიონში მდებარეობს სოფელი ლიბერსი, ადგილი, რომელიც მოულოდნელად გადაიქცა დროის გაყინული საიდუმლოს ადგილად. მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, სანამ 3200 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორია კომერციული ხრეშის კარიერისთვის განადგურებას დაექვემდებარებოდა, საქსონიის არქეოლოგიის სახელმწიფო სამსახურმა პრევენციული გათხრები ჩაატარა. სასტრაფო კვლევის მიზანი იყო ტერიტორიის დოკუმენტირება მძიმე ტექნიკის შესვლამდე, მაგრამ არქეოლოგებმა გაცილებით მეტი აღმოაჩინეს, ვიდრე ელოდნენ. 2025 წლის ბოლოსიდან 2026 წლის აპრილამდე ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა ყურადღებით გათხარა ნაყოფიერ საქსონიის ელბეს ველზე, მოთმინებითა და სიზუსტით მუშაობდნენ მიწის ფენებში. ღითი დღე ისინი გულმოდგინედ ცხრილავდნენ ნიადაგს და მალე მიწიდან დავიწყებული დასახლების პირველი კვალი გამოჩნდა. დათხებმა გამოავლინა მასიური ხის ბოძები და მიწაში ჩადგმული სახლები, ორმოს სახლები, ქსოვის იარაღები და ხანძრის კვალი. აღმოჩენებმა ამ უძველესი საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების ნათელი სურათი დახატა. საქსონიის მინდვრების ქვეშ არქეოლოგებმა საიდუმლო ადგილი აღმოაჩინეს, სადაც ოდესღაც ოჯახი საქსო დაზგაზე მატყლს ჭიმავდა. მარცლოუს ინახავდა და საქონელთან ერთად ეძინათ ისეთ გრძელ დარბაზებში, რომ იქ თანამედროვე ჩოგბურთის კორტიც კი დაეტეოდა. აქ ისინი თბილად და უსაფრთხოდ იყვნენ უფრო მკაცრ სეზონებში.
ამ კარგად შემონახულ უძველეს დასახლებაში არქეოლოგებმა საინტერესო აღმოჩენები გააკეთეს. მათ შორის ძვირფასი მუქი მინის მძივი, რომელიც თითის ტარის ბორბლად იყო გადაკეთებული. ესეთი მძივები, როგორც წესი, მაღალი სტატუსის სამკაულებისთვის იყო განკუთვნილი. ამის ნაცვლად იგი გამოიყენებოდა თითის ტარის აუცილებელ ნაწილად, დამამძიმებელ ბორბლად. ადგილი თარიღდება რომის იმპერიის გვიან პერიოდითა და ადრეული მიგრაციის პერიოდით, ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე და მეხუთე საუკუნეებს შორის. სწორედ ამ პერიოდში რომის იმპერია საზღვრებზე იძაბებოდა, ხოლო მის მიღმა მცხოვრები გერმანელები თავიანთ სამყაროს ქმნიდნენ. ეს იყო დრო, როდესაც იმპერატორები და ჯარისკაცები ისტორიას ქმნიდნენ. მაგრამ ეს ადგილი ამაზე მეც წარმოადგენდა, რადგან აქ საუბარია მათზე, ვინც ისტორიაში ვერ მოხვდა. აქ 4 ხის გრძელი სახლი მუდმივ საგულდაგულოდ აშენებულ ნაგებობად გამოიყენებოდა, რომლებიც როგორც საცხოვრებლად, ასევე ცხოველების საოვლების სადგომად იყო განკუთვნილი. ექსპერტების აზრით, ეს არჩევანი მკაცრი ზამთრების დროს გადარჩენის მეთოდი იყო. გორისა და საქონლის სხეულის სითბო გამოიყენებოდა ორმოს გასათბობად, რაც უზრუნველყოფდა, რომ მაცხოვრებლები გადარჩენილიყვნენ სიცივესა და მწარე ქასში. ეს გონიერი მოწყობა გადამწყვეტი იყო იმ გარემოში, სადაც ზამთრის ტემპერატურები სასიკვდილო შეიძლებოდა გამხდარიყო. სამი პატარა ორმოს სახლი გამოიყენებოდა როგორც სათავსო სარდაფები ან დამხმარე სივრცეები, რომლებიც ემსახურებოდა მარაგებისა და გადარჩენისთვის აუცილებელი ხელსაწყოების შესანახ ოთახებად. ყველაზე გასაოცარი ოთახი ამ დავიწყებულ სოფელში იყო ის, სადაც ინახებოდა 30 თიხის საქსოვი დაზგის საწონი, მძიმე ქვები და გამომწვარი თიხის საკიდები, რომლებიც საქსო დაზგაზე ძაფებს დაჭიმულ მდგომარეობაში ინარჩუნებდნენ. ეს ნივთები, თითის ტარის საწონი და დარჩენილი უმუშავებელი მატყლი საკმარისი იყო სრული ტექსტილის სახელოსნოს შესაქმნელად, რაც მიუთითებს, რომ აქ ქსოვა ყოველდღიური ცხოვრების ცენტრალური ნაწილი იყო. აღჭურვილობის რაოდენობა მიუთითებს, რომ ეს არ იყო საცხოვრებელი ნაწილი. ის ორგანიზებული იყო განსაკუთრებული ერთგულებით, რაც მიანიშნებს იმ შესაძლებლობაზე, რომ სახელოსნო მხოლოდ იმ ოჯახს არ ამარაგებდა, რომელიც მას მართავდა. საინტერესოა, რომ დასახლება დამატებით სამარხად არ გამოყენებულა. აქ ადამიანის ნაშთები არ აღმოჩენილა, რამაც არქეოლოგები დააფიქრა, რა ბედი ეწიათ მაცხოვრებლებს და რატომ მიატოვეს ეს უძველესი დასახლი დასახლება. ნომერი 15. იუთას 55 წლის მცხოვრები რასელ ბერტრამი, ბერტრამების ოჯახის განუყოფელი ნაწილია. ის საყვარელი ნათესავია, რომელიც ძალიან მოინათრათ მის ახლობლებს, როცა ის მოულოდნელად გაუჩინარდა წლის დასაწყისში. დამაც დიდი შეშფოთება და თითქოს უსასრულო ძებნა გამოიწვია. ეს იყო 2026 წლის 18 მაისი, როდესაც თქვეს, რომ რასელ ბერტრამ ივენში, იუტაში გადაადგილდებოდა და დასავლეთის მიმართულებით ძველ 91 ნომრის გზატკეცილზე მიდიოდა. დაახლოებით დილის 8 საათზე, იმ დღეს, დაკარგული კაცის 1995 წლის მწვანე Ford Ranger სუპერკაბი კამერაზე დააფიქსირეს, როცა დასავლეთის მიმართულებით მიდიოდა და ივენსის ტერიტორიას ტოვებდა. დადასტურებული არ არის, მართავდა თუ არა რასელ ბერტრამი ავტომობილს, როდესაც ის კამერასთან გაიარა, ან ჰქონდა თუ არა მას რაიმე საქმე იმ ტერიტორიაზე, სადაც მიემართებოდა. სადროშოს უკანა ნაწილში მოთავსებულია ვერცხლისფერი ხელსაწყოების ყუთი, ხოლო ავტომობილს აქვს იუტას სანუმრე ნიშანი Z756 SS. რასელ ბერტრამმა იმავე დღეს მოულოდნელად შეწყვიტა ოჯახთან კონტაქტი. ის და ფორდის მარკის ავტომობილი კვლავ დაკარგულებად ითვლებიან. არ არსებობს არც ერთი ბოლოხილა, რომელიც გამონძიებლებს ან მის ოჯახს სწორ მიმართულებას მისცემდა. კონტაქტის მოულოდნელი შეწყვეტა მისთვის არადამახასიათებელია, რამაც საყვარელი ადამიანები მისი უსაფრთხოების გამო შეშფოთებული დატოვი დატოა. ცნობილი არ არის, რომ მას რაიმე სამედიცინო მდგომარეობა ან ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდეს. რასელ ბერტრამი აღწერილია როგორც კავკასიური გარეგნობის მამაკაცი, ყავისფერი თმითა და ცისფერი თვალებით. მოწოდებულ ფოტოზე დაკარგულ მამაკაცს ასევე აქვს ჯაღარა სახის თმა. დაკარგვის დროს მას მოკლე ჯაღარა წვერი ჰქონდა. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 170 ფუნტია. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის გარემოებებთან ან ადგილსამყოფელთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ სანტა-კლარა-ვანსის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 415 652 1122. ნომერი 14. ზუსტად ისე როგორც ოკეანეზე, კაცობრიობას ბევრი რამ არ იცის კოსმოსის შესახებ. ჩვენ ფიზიკურად მხოლოდ კოსმოსის მიკროსკოპული ნაწილი გვაქვს შესწავლილი და მისი ნაწილი მძლავრი ობსერვატორიების საშუალებით გვინახავს. ესეთი დაკვირვებების საშუალებით შევიტყვეთ ციური ობიექტების, როგორიცაა ვარსკვლავები, პლანეტები და მეტეორები, არსებობის შესახებ. ამ ჯგუფში შედის ცეცხლოვანი ბურთები, კოსმოსური ფენომენი, რომელიც ხასიათდება საშუალზე დიდი ზომის კოსმოსური ქვებით, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შედიან. ეს ცეცხლოვანი ბურთები განსაკუთრებულად კაშკაშა მეტეორებია, რომლებიც ვენერაზე უფრო ძლიერად ანათებენ. ისინი შედგებიან კომეტებისა ან ასტეროიდებისგან, რომლებიც კოსმოსში გადაადგილდებიან, მაგრამ ჩვეულებრივი მეტეორებისგან განსხვავდებიან იმ სიჩქარით, რომლითაც მოძრაობენ. დიდი ქვები, რომლებიც ხშირად კალათბურთის ბურთის ზომისაა, იმდენად სწრაფად ცხელდებიან, რომ ცაზე ცეცხლოვანი ფერის კვალს ტოვებენ.
ის დედამიწის ატმოსფეროს უკიდურესი სიჩქარით წამში 11-დან 72 კილომეტრამდე ეჯახება. ზოგჯერ თუ ცეცხლოვანი ბურთი საკმარისად დიდია, ის შეიძლება აფეთქდეს კაშკაშა ელვარებით, რაც შოკურ ტალღებსა და ხმოვან აფეთქებებს ქმნის, რომლებიც მიწას აზანზარებს. ცეცხლოვანი ბურთები ძალიან გავრცელებული კოსმოსური მოვლენაა. ყოველდღიურად რამდენიმე 1000 ასეთი ხდება. თუმცა ეს კაშკაშა სანახაობები ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან მათი დანახვა გაგოლ პირობებს მოითხოვს. ერთის დანახვას ზუსტად საჭირო დროსა და ადგილზე ბნელი, მოწმენდილი ცა სჭირდება. ისინი შეიძლება უფრო თვალსაჩინო იყოს ნაკლებად დასახლებულ ადგილებში ან ოკეანეზე, სადაც სინათლის დაბინძურება დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ იშვიათია, ცეცხლოვანი ბურთები შეიძლება დღის განმავლობაშიც გამოჩნდეს. თუმცა 2026 წელს ამ ციური ობიექტების დანახვა რეკორდულად გაიზარდა და ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, რატომ. მარტის თვეში ცეცხლოვანი ბურთების დანახვის სიხშირე იმდენად მაღალი იყო, რომ ის რეკორდულად ჩაითვალა და მეცნიერები პასუხების ძიებაში არიან. ბრწყინვალე მეტეორებმა გაანათეს შეერთებული შტატების, კანადის და სხვა ქვეყნების ცა. მარტში ერის ტბა იქცა იმ ადგილად, სადაც ცაში ზებგერითი სიჩქარით დიდი ქვის ნატეხი გადაიფრინა. შემდეგ ის აფეთქდა დამაყრუებელი გრუხუნით. ჩრდილოეთ ამერიკაში კიდევ 4 ცეცხლოვანი ბურთი დააფიქსირეს, მათ შორის ერთი ტეხასში, 2 კალიფორნიაში და მეოთხე, რომელიც მიჩიგანს გადაუფრინა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ამ ობიექტს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია მიწაზე, მათ შიში გამოითვიეს ასობით ადამიანში, ვინც ეს მოვლენა იხილა. ეს მოულოდნელი ცეცხლოვანი ბურთების მატება მხოლოდ ამერიკას არ შეხებია. ფენომენი ევროპამდეც გავრცელდა, სადაც კიდევ ერთი ობიექტი ლუქსემბურგსა და გერმანიას გადაუფრინდა. ის აფეთქდა, სანამ რაინამდე მიაღწევდა. ცეცხლოვანი ბურთის ქვის ფრაგმენტი მიწაზე დაეცა და პირდაპირ ვიღაცის საძინებელში შეიჯრა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ საფრანგეთის თავზე კიდევ ერთი კაშკაშა მეტეორი შენიშნეს, რომელიც ესპანეთის მიმართულებით მოძრაობდა. ცეცხლოვანი ბურთების ეს სერია უდავოდ უჩვეულოა, ხოლო წინა სტატისტიკა ამტკიცებს, რომ რაღაც შეიცვალა. ამერიკის მეტეორთა საზოგადოების მონაცემთა ანალიზში, სახელწოდებით შეიცვალა რამე დედამიწასთან ახლო მეტეოროიდულ გარემოში, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2026 წლის პირველმა კვარტალმა უფრო მეტი დიდი ცეცხლოვანი ბურთის მოვლენა გამოიწვია, ვიდრე სხვა რომელიმე წელმა. Graphical პრეზენტაციაში 2026 წელს 25-ზე მეტი მოხსენების ზღვარზე 70 მოვლენა დაფიქსირდა. იმავე ზღვარზე, მაშინ როცა 2028-დან 2025 წლამდე საშუალოდ დაახლოებით 43 მოვლენა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ 2026 წელს 73%-იანი დრამატული ზრდა დაფიქსირდა. 50-ზე მეტი ანგარიშის ზღვარიც გაიზარდა 40 მოვლენამდე, რაც საშუალოს ორჯერ აღემატება. 100 მეტი ზღვარის შემთხვევაში რაოდენობა 16 მოვლენაზე რჩება, რაც საშუალოს ორჯერ აღემატება. გრაფიკი აჩვენებს, რომ ცეცხლბურთის მოვლენები ყოველწლიურად არც იზრდება და არც მცირდება, არამედ სპორადულია. 2019 წელს 25-ზე მეტი ზღვარი 42 იყო. ერთი წლის შემდეგ კი 36, ხოლო შემდეგ კვლავ 53-მდე გაიზარდა. თუმცა 2011 წლიდან ერთი რამ უცვლელია. 25-ზე მეტი ზღვარი 60 არ გადასცილებია, მაგრამ 2026 წელს ის განსაცვიფრებელ 70-მდე აღწევს. მეცნიერებს მხოლოდ მეტეორების სიხშირე არ აბნევთ. ცეცხლოვანი ბურთების ზომაც აშკარად საშუალოზე დიდია. იმდენად დიდი, რომ ატმოსფეროში ღრმად აღწევს და გაუგებარ გუგუნს იწვევს. შესაძლოა სწორედ ეს მოვლენებია იმ იდუმალი ძლიერი გუგუნის მიზეზი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში გაიგონეს. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ცეცხლოვანი ბურთების მატება სანერვიულო არაფერია, თუმცა აღიარებენ, რომ დრამატული ცვლილება ნამდვილად მოხდა და ჩვენ ჯერ კიდევ ვცდილობთ გავიგოთ, რატო. ნომერი 13. Javier Hordi საქმე 2 წლის წინ 2024 წელს დაიწყო. იმ წელს ახალგაზრდა ქალმა მოულოდნელად შეწყვიტა ოჯვიტა ოჯახთან კონტაქტი. მათ მისი უსაფრთხოების გამო ინერვიულეს და მაშინვე განაცხადეს მის გაუჩინარებაზე ფერლის პოლიციის დეპარტამენტში. როდესაც ის 2024 წელს გაუჩინარდა, უკვე სრულწლოვანი იყო და შესაბამისად უფლება ჰქონდა საკუთარი ნებით გამქრალიყო და შეწყვეტოდა კონტაქტი, ვისთანაც თავად ისურვებდა. არ არის ცნობილი რა გარემოებები ახლდა მის თავდაპირველ გაუჩინარებას, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმე ხელუხლებლად იდო პოლიციის დეპარტამენტში, რადგან გამომძიებლებმა ვერ აღმოაჩინეს დანაშაულის ნიშნები ან მოტივი. მათი აზრით, ქალმა უბრალოდ ოჯახი მიატოვა. 2026 წლის დასაწყისში ხავიერის ოჯახმა საქმეზე ახალი ინფორმაცია მიიღო. ვიღაც, ვინც ნათესავებთან იყო დაკავშირებული, ამბობდა, რომ ახლა უკვე 28 წლის ქალი მისისიპიში იმყოფებოდა. პოლიცია სწრაფად გააფრთხილეს, რამაც გამოიწვია შემდგომი გამოძიება, რომელიც მისისიპის სამხრეთ ჯექსონში გამართულ აქციებზე კონცენტრირდა. გამომძიებლები ესაუბრნენ რესტორნის მენეჯერს, მაგრამ იმ დროისთვის, როცა ინფორმაცია შევიდა, ხავიერი უკვე წასული იყო. მენეჯერის თქმით, ხავიერმა იქ მუშაობა 2 თვით ადრე, 2025 წლის დეკემბერში დატოვა.
ქალის ბოლოს ნახვის თარიღი განახლდა და ახლა მითითებულია 2026 წლის 1 თებერვალი. სწორედ ამ დღეს ნახეს ხავიერი უცნობ მამაკაცთან ერთად ჯექსონში, რეიმონდ როუდზე. უცნობ პირს ხავიერის შეყვარებულად მოიხსენიებენ, თუმცა მათი ურთიერთობის ზუსტი გარემოებები უცნობია. მას შემდეგ ის აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. მისი ოჯახი კი კვლავ შეშფოთებულია მისი კეთილდღეობით. პოლიციის დეპარტამენტს მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ დამატებითი მინიშნებები ან ნახვის შემთხვევები აღარ მიუღია. საქმე კვლავ გაჩერებულია. ხავიერ ჰორდის საქმე კვლავ აქტიურია და ის დაკარგულ პირად არის ჩამოთვლილი. ის აღწერილია როგორც აფროამერიკელი ქალი, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 7 ინჩი, წონა კი დაახლოებით 110 ფუნტია. ნებისმიერი ინფორმაცია ხავიერის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, მათ შორის მისი ნახვის შემთხვევები ან პირები, ვისაც შეიძლება იცნობდეს, შეგიძლიათ მიაწოდოთ ჯექსონის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 601 96 01 234. სააგენტოს საქმის ნომერი მითითებულია როგორც 260 40 0496. ნომერი 12. მაგდენი როკას ფონდი არის კერძო ქალაქარეთ მდებარე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ქალაქ პარმაში, იტალია. იგი დაარსდა 1967 წელს იტალიელი ხელოვნების კოლექციონერის ლუიჯი მაგნანის მიერ. 1990 წელს მუზეუმი ოფიციალურად გაიხსნა ფართო აუდიტორიისთვის, რაც კიდევ უფრო განამტკიცა მისი მნიშვნელობა როგორც მნიშვნელოვანი ინსტიტუტისა ამ რეგიონში, რომელიც დღემდე ინარჩუნებს კულტურულ მნიშვნელობას. აქ ინახება ფრანცისკოიას ცნობილი კოლექციები, კლოდ მონას. Wendakis და ლორენცო ბერლინის ნამუშევრები ასობით სხვა მხატვართან ერთად გამოიფინა. რაც მთელი ქვეყნისა და საზღვარგარეთის ხელოვნების მოყვარულებსა და კულტურის ენთუზიასტებს იზიდავს. ის ასევე გახდებოდა ხელოვნების იდუმალი ძარცვის მოულოდნელ ფონად, რომელიც სულ 3 წუთი გაგრძელდა დასაწყისიდან ბოლომდე. დანაშაული, რომელმაც როგორც მუზეუმის თანამშრომლები, ისე ადგილობრივი საზოგადოება შოკში ჩააგდო. ქურდებმა უკან არაფერი დატოვეს, გარდა დაბალი ხარისხის სათვალთვალო კამერის ჩანაწერისა და ცარიელი კედლებისა. ეს იყო მკაფიო შეხსენება მომხდარი შემთხვევისა. გამოსიბნელე საფარად გამოიყენეს და ქურდებმა მაგნანი როკას ფონდი შეაღწიეს და თავიანთი გეგმა ზუსტად განახორციელეს. ეს მოხდა 2026 წლის 22 მარტის, საღამოსა და 23 მარტის დილას შორის, როცა 4 ნიღბიანმა და კაპიუშონიანმა ქურდმა პირველი სართულის კარის გატეხვით შეაღწია შენობაში. მათ გაიარეს მუზეუმის შედევრების ვილა, სადაც ინახებოდა ყველაზე ცნობილი მხატვრების ყველაზე სახელგანთქმული ნახატები. შემდეგ ისინი გაემართნენ ვილას ფრანგული ხელოვნების გალერეის სექციაში და ყურადღება გაამახვილეს 3 კონკრეტულ ნახატზე. ამ ნახატებში შედიოდა 1917 წლის πιერ ოგიუსტ რენუარის ნახატი, პოლ სეზანის აკვარელი და 1922 წლის ანრი მატისის ნახატი. ერთად ამ ნახატების ღირებულება დაახლოებით 9 მილიონ ევროს შეადგენს, რაც 10 მილიონ 300,000 დოლარის ეკვივალენტია. მეოთხე ნახატი გალერეიდან გაიტანეს, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მიატოვეს, როდესაც მუზეუმის დაცვამ გეგმა ჩაშალა. დანაშაულის ვიდეო ჩანაწერში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან კაპიუშონიანი ფიგურები ვილის მწვანე ბაღებში. ფონზე კი კვლავ ისმის განგაშის სიგნალი. შეჭრას მთლიანობაში მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა. განგაშის გარეშე მათ შესაძლოა თავხედური ძარცვა გაეგრძელებინათ. ფონდის ადვოკატმა აღნიშნა, რომ ძარცვა დეტალურად იყო ორგანიზებული და კარგად სტრუქტურირებული, რაც პროფესიონალიზმის დონეზე მიუთითებს. მუზეუმმა თავდაპირველად დაამალა ეს ამბავი საზოგადოებისთვის იმ იმედით, რომ დამნაშავეები დააბრუნებდნენ დავიწყებულ ნამუშევარს და მათ დააგავებდნენ. ისინი აღარ დაბრუნებულნებულან და საბოლოოდ ამბავი გახმაურდა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი გამოძიებისა, არც ძარცვაში მონაწილე მძარცველები და არც მათ მიერ მოპარული ხელოვნების ნიმუშები აღმოჩენილი არ არის. ქურდობა ასევე მოჰყვა პარიზის ლუვრის მუზეუმში მომხდარ დიდ ხელოვნების ქურდობას. ეს ძარცვა 2025 წლის ოქტომბერში მოხდა, როდესაც მძარცველები, რომლებიც მშენებლობის მუშებად იყვნენ გადაცმულნი, გალერეაში შევიდნენ და 100 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. ქურდობის მიუხედავად, მანიანი როკას ფონდი კვლავ ღია რჩება. იმ დროს, როდესაც იტალიის კარაბინერები და ბოლონიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის განყოფილება აგრძელებენ საქმის გამოძიებას, იმ იმედით, რომ დააკავებენ დამნაშავეებს და დააბრუნებენ დაკარგულ ძვირფას ხელოვნების ნიმუშებს. ნომერი 11. ვანესა მარი ლინ კალსონი არის ალასკის ძირძველი ქალი, რომელიც 32 წლის ასაკში გაუჩინარდა უჩვეულო გარემოებებში. დამაც მისი ოჯახი და საზოგადოება სერიოზულად შეაშფოთა მისი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გამო. ვანესას საქმე დაიწყო 2026 წლის 18 თებერვალს, ტედ სტივენსის ანკორიჯის საერთაშორისო აეროპორტში, ანკორიჯში, ალასკა. ამ დღეს ბოლოს ნახეს 32 წლის ქალი, როდესაც ის მართავდა თავის ვერცხლისფერ Nissan Xterra-ს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის დააფიქსირეს აეროპორტის უსაფრთხოების კამერებმა ავტომობილში, მაგრამ ჩანაწერებში არ ჩანს თუ სად წავიდა იგი. ამ დანახვის შემდეგ ვანესა აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან, რამაც მისი ოჯახის წევრებში დაუყოვნებლივი შეშფოთება გამოიწვია და პოლიციის გამოძიება დაიწყო.
გამომძიებლებს ბევრი არაფერი გაუმჟღავნებიათ მიმდინარე საქმეზე, მათ შორის ისიც, ავიდა თუ არა დაკარგული ქალი თვითფრინავში ან გაფრინდა თუ არა. მათ საჯაროდ არ გაუმჟღავნებიათ გატაცების, დანაშაულებრივი ქმედების ან მისი ნებაყოფლობით გაუჩინარების შესაძლებლობა. ვანესას საქმეში დეტალები ძალიან მწირია, რაც კიდევ უფრო ართულებს მის პოვნას. Anchorage-ის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო სამსახური ეხლა საზოგადოებას მიმართავს თხოვნით. მიაწოდონ ინფორმაცია ვანესას ადგილსამყოფელის ან იმ შესაძლო ქმედებების შესახებ, რომელშიც ის შეიძლება იმ დღეს აეროპორტში იყო ჩართული. არ არის ცნობილი, აღმოჩენილია თუ არა ვერცხლისფერი Nissan Xterra, რომელსაც ვანესა Ted Stevens-ის Anchorage-ის საერთაშორისო აეროპორტში მართავდა. დაკარგული პირი აღწერილია როგორც ალასკის მკვიდრი, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 6 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 120 ფუნტია. ინფორმაცია გაუჩინარების შესახებ, მათ შორის მინიშნებები და ნახვის შემთხვევები, შეგიძლიათ მიაწოდოთ ალასკის შტატის პოლიციას, ნომერზე 9072695511, ნომერი 10. Jennifer Lee Wilson-ი, რომელსაც ახლობლები სიდნად მოიხსენიებდნენ, 2002 წელს ცხოვრობდა დერბიში, კანზასში, ქალ თანაცხოვრებელთან ერთად. მათ ერთად მუშაობდნენ ჯენტლმენთა კლუბში სახელად ჯეზებელი, სადაც თანაკოლეგებად და თანამაცხოვრებლებად ირჩენდნენ თავს. სამუშაო ადგილი მდებარეობდა ვიჩიტაში, კანზასში, რომელიც შეუმჩნევლ ფონდს შექმნიდა იმ კამათისა და გაუჩინარებისთვის, რაც მეგობრებსა და ოჯახს გააოცებდა. ეს იყო 2002 წლის 1 სექტემბრის საღამო, როდესაც 29 წლის ქალი სამუშაო დღეს ამთავრებდა. მუშაობის დასრულების შემდეგ მასსა და მის თანაცხოვრებელს შორის მოულოდნელად კამათი დაიწყო, რომელიც სწრაფად გამწვავდა და მოვლენათა ჯაჭვია ამოქმედა, რაც საბოლოოდ ჯენიფერის გაუჩინარებამდე მიიყვანა. ორივე ერთად დაბრუნდა სახლში, სადაც კამათი გაგრძელდა. დაძაბულობა და მოუგვარებელი კონფლიქტი სამუშაოდან ბინამდე გაჰყვათ. სწორედ აქ, დერბიში, კანზასში, აღმოსავლეთ 153 ქუჩისა და სამხრეთ 63 ქუჩის მიმდებარედ ჯენიფერი ბოლოს ნახეს. მეგობარმა, რომელთანაც ერთად ცხოვრობდა, ბოლოს ნახა ის, სანამ ჯენიფერი უეცრად დატოვებდა ბინას და ღამეში გავიდოდა. მოგვიანებით იმავე ღამით ის დაბრუნდა, მაგრამ ჯენიფერი იქ აღარ იყო. თუმცა მისი ყველა ნივთი ადგილზე იყო ხელუხლებელი და თითქოს ელოდა, რომ ჯენიფერი ნებისმიერ წამს დაბრუნდებოდა. ჯენიფერის დედამ მისი გაუჩინარება ადგილობრივ პოლიციაში განაცხადა, რამაც გამოიწვია შემდგომი გამოძიება, რომელიც რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო ისტორიას გამოავლენდა. როგორც ამბობენ, ჯენიფერის ოთახის მეზობელმა რამდენიმე ვერსია მისცა მომხდარის შესახებ. მან განაცხადა, რომ ჯენიფერი კანზას სიტიში გადავიდა და ბანკის ანგარიშიდან თანხებს იღებდა. სიდნიზე ორი განსხვავებული ვერსიაც გაჩნდა. არც ერთი ეს მტკიცება გამომძიებლებს არ დაუდასტურებიათ. თანამობინადრე ეჭვმიტანილად არ სახელდება. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაუჩინარებაში დანაშაულებრივი ქმედება იყო ჩართული. ჯენიფერი აღწერილია როგორც თეთრკანიანი ქალი, წითური ან ძაბლისფერი თმითა და ცისფერი თვალებით. მისი სიმაღლე მერყეობს 5 ფუტ 5 ინჩსა და 5 ფუტ 9 ინჩს შორის. დაკარგვის დროს მისი წონა დაახლოებით 5 ფუნტი იყო. ჯენიფერს რამდენიმე ნაიარევი აქვს, მათ შორის ერთი ზურგზე, წელის მახლობლად, ერთი ნიკაპის ქვეშ და ერთი კი ზურგზე, ხალის მოცილების გადარჩენილი. ის ატარებს კონტაქტურ ლინზებს და ფეხსაცმლის ზომა აქვს 7.5. ცნობილია, რომ ჯენიფერი ატარებს ოქროს ბეჭედს მარცხენა საჩვენებელ თითზე და კიდევ ერთს მარჯვენა არათითზე. უცნობია რა ეცვა მას დაკარგვის დროს, თუმცა მისი ჩვეულებრივი სამოსი სვიტშოტები და ბეისბოლის ქუდები იყო. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის საქმესთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიაწოდოთ სეჯვიკის ოლქის შერიფის ოფისს, ნომერზე 316 660 5300. ანონიმური მინიშნებების გაგზავნა ასევე შესაძლებელია ონლაინ FBI-სთვის. სააგენტოს საქმის ნომერია მითითებული როგორც 04S3277, ნომერი 9. დანიელ ჰაროლდ მიუჩელერი მხოლოდ თინეიჯერი იყო, როცა ომში წავიდა. ხოლო 17 წლის ასაკში მან შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებში ჩაირიცხა და ვიეტნამის ომის დროს წინა ხაზზე მსახურობდა. ისეთი ახალგაზრდა ასაკში ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნამ დანიელი სამუდამოდ შეცვალა. 1970 წელს მიჩიგანის შტატის საგინავში დაბრუნების შემდეგ დანიელმა დეტალურად აღწერა ის საშინელებები, რასაც ბრძოლის დროს შეხვდა. ამის შემდეგ ის აღარასდროს ყოფილა იგივე, როგორც მისი ოჯახი ამბობს. სწორედ ალგერის მიჩიგანში შობის დღეს დაემშვიდობდნენ ერთმანეთს, მაშინ როცა არ იცოდნენ, რომ ეს შეიძლება მათი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. არ იყო უჩვეულო, რომ 31 წლის დანიელი, რომელსაც სპაიდერმენს ეძახდნენ, ოჯახთან კავშირი დაეკარგა. მათ იცოდნენ, რომ დანიელი ფსიქიკურად იტანჯებოდა და ხშირად საზოგადოებას ერიდებოდა. თუმცა 1982 წლის თებერვალში მიხვდნენ, რომ დანიელს ინვალიდობის შემწეობა არ აეღო და მაშინვე შეშფოთდნენ.
ის ამ შემწეობაზე იყო დამოკიდებული და მიიჩნეოდა, რომ ეს იმ დროს მისი ერთადერთი შემოსავალი იყო. მისმა ოჯახმა მაშინვე განაცხადა მისი გაუჩინარების შესახებ ადგილობრივ პოლიციაში, მაგრამ ვეტერანის გაუჩინარების გამოძიების დეტალები არ გახმაურებულა. დანიელის გაუჩინარების ოფიციალურ თარიღად მითითებულია 1982 წლის 1 თებერვალი, თუმცა ზუსტი ბოლო კონტაქტის თარიღი უცნობია. მისი საყვარელი ადამიანების, კერძოდ მისი დის, შარლოტ ჰარდის თქმით, დანიელი იყო მხიარული, კომუნიკაბელური, მზრუნველი და მოსიყვარულე, მაგრამ ეს ხასიათი ომმა წაართვა. მისი თქმით, ოჯახმა საგინაო მთლიანად მოიძია, მაგრამ დაკარგული კაცის კვალი ვერ იპოვეს. დანიელმა არ დატოვა არანაირი კვალი, წერილი, ახსნა და ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა. დანიელს გაუჩინარების დროს ჰქონდა გრძელი წაბლისფერი თმა, სავსე წვერი და ყავისფერი თვალები. მისი სიმაღლეა 6 ფუტი და 2 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 200 ფუნტს შეადგენს. მას მარჯვენა წინა მხარზე აქვს ტატუ, რომელზეც წერია: საზღვაო ქვეითა კორპუსი ნომერი 2-40-376. ინფორმაციამ დაკარგული მამაკაცის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ საგინაოს პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 9-8-97-1-2-5-5. სააგენტოს საქმის ნომერია მითითებული როგორც 262-382. ნომერი 8. 16 წლის ასაკში ჯუდით რამონა ველოზმა დატოვა ბრონქსში მდებარე სახლი, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და გადავიდა ეჯოთერში, ნიუ-ჯერსი. მისი ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, მან შეეძლო ახალ გარემოსთან შეგუება და მუშაობდა საკუთარი თავის შესანახად. მანჰათანის დასავლეთ მხარეს მუშაობდა, რეგულარულად მგზავრობდა ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკს შორის, რათა შეესრულებინა თავისი ვალდებულებები. 3 წლის შემდეგ, 1993 წელს, 19 წლის ასაკში, მან ქალიშვილი გააჩინა, როცა River Road-ზე მდებარე სახლში ცხოვრობდა. ამავე წელს ჯუდითი გახდებოდა გაუგებარი შემთხვევის მთავარი ფიგურა, ამაც საზოგადოება შეშფოთებული დატოვა. 1993 წელს განვითარებულმა მოვლენებმა შეცვალა მისი და მის გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრება. იმ წელს ახალგაზრდა დედა გაუჩინარდა. ბოლო ჯერიგი ნახეს მანჰეტენში, ნიუ-იორკში, 30-ე ქუჩის ტერიტორიაზე, მე-10 და მე-11 ავენიუს შორის, 1993 წლის 3 მარტს. ის აღარ დაბრუნებულა სახლში და არავისთან დაუკავშირებია. მას შემდეგ არავის არაფერი სმენია მისგან. კვალი და მინიშნება არ არსებობდა, რაც მოხდა. ამიტომ საქმე ჩიხში შევიდა და გარკვეული დროით ჯუდითის სახელი ათასობით სხვა საქმეს შორის დაიკარგა. თუმცა 2022 წელს მისი საქმე კვლავ გააქტიურდა, როდესაც გილგო ბიჩის კვლელობების საგამოძიებო ჯგუფმა ჯუდითის პროფილი ატვირთა ნეიმასის მონაცემთა ბაზაში. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გამომძიებლებმა გაიგეს, რომ რექს ჰოიერმინი, რომელიც გილგო ბიჩის საქმეში 3 ქალის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი, თავის რამდენიმე მსხვერპლს ნიუ-იორკში შეხვდა. ხელისუფლება არ ადასტურებს, ჯერათ თუ არა, რომ ის ამ დანაშაულის მსხვერპლი იყო, ასევე ჯუდითის გაუჩინარების საქმეში არც ერთი ეჭვმიტანილი ან პირი, რომელიც გამოძიებას აინტერესებს, არ დაუსახელებიათ. მისი საქმის გარშემო არსებული გარემოებები უცნობია და ის კლასიფიცირებულია როგორც დაკარგული და საფრთხეში მყოფი პირი. ჯუდით ველოსი აღწერილია როგორც ჰისპანური წარმოშობის ქალი, ბუნებრივად ყავისფერი თმითა და თაფლისფერი თვალებით. მისი გაუჩინარების დროს თმა ქერად ჰქონდა შეღებილი. მისი სიმაღლე იყო 5 ფუტი და 4 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 110 ფუნტი. ამბობენ, რომ მას მარჯვენა ბარძახზე აქვს ტატუ, რომელზეც გამოსახულია ქალი, რომელიც ლამპიონისკენ არის მიღრნობილი. ცნობილია, რომ მისი გაუჩინარების პერიოდში ის იყენებდა ფსევდონიმს Aries Jones-ი. იუდითი წელს 52 წლის იქნებოდა. მისი საყვარელი ადამიანები შექმნეს Facebook ჯგუფი სახელწოდებით იუდით რამონა ველოსის გახსენება, სადაც იდება განახლებები და ინფორმაცია დაკარგული ქალის შესახებ. აღწერაში ის აღწერილია როგორც მოსიყვარულე და მზრუნველი და დედა, რომელიც ოჯახზე დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა. ის არასოდეს დატოვებდა მათ, ან თავის ძალიან საყვარელ ქალიშვილს, უბრალოდ ასე. გამომძიებლები მოუწოდებენ ყველას, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, დაუკავშირდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიციის Troop L-ს შტაბ-ბინაში, ნომერზე 631-756 3300. იუდითის ინფორმაცია მას შემდეგ დაემატა Dow Networks. ნომერი 7. მისი საყვარელი ადამიანების თქმით, ბრიუს მაქსვილოუ ძალიან ყურადღებით ეკიდებოდა თავის ჩაცმულობასა და გარეგნობას. მას ყოველთვის სუნდა, რომ საუკეთესოდ გამოიყურებოდეს და დატოვოს სწორი შტაბ-ჯდილება. ამიტომ საზოგადოებრივ ადგილებში განსაკუთრებულად ზრუნავდა იმაზე, რომ საზოგადოებაში კარგად წარმოჩენილიყო. მას აქვს გამოცდილება როგორც მზარეულად, ასევე ბარმენად, რაც საშუალებას აძლევს ბევრ განსხვავებულ ადამიანს შეხვდეს. თავისუფალ დროს მას სიამოვნებდა ბინგოს თამაში, რაც მისთვის რეგულარულ გართობად იქცა. ბრიუსი არასოდეს ჩერდებოდა ერთ ადგილას დიდხანს. მას უფრო მოსწონდა ისეთი ცხოვრების წესი, რომელიც გადაადგილებისა და ახალი ადგილების აღმოჩენის საშუალებას აძლევდა. ის ხშირად იცვლიდა საცხოვრებელს. აშშ-ს და კანადას შორის გადაადგილდებოდა, გზად ბევრი მეგობარი შეიძინა და ყველგან ინარჩუნებდა კავშირებს. ესეთი ცხოვრების წესი ბრიუსის ხასიათს შეესაბამებოდა, რადგან მას ახალი ადამიანების გაცნობა და სხვადასხვა საზოგადოების გაცნობა უყვარდა. ყოველი გადასვლა ნიშნავდა, რომ ზოგ მეგობარს უკან ტოვებდა, მაგრამ ის ყოველთვის ღია იყო ახალი გამოცდილებებისისა და მეგობრობისთვის. თუმცა სადაც არ უნდა წასულიყო, ბრიუსი ყოველთვის ინარჩუნებდა კავშირს. ეს ასე იყო 1991 წლის 5 თებერვლამდე. იმ დღეს დაახლოებით 1:15 საათზე. 30 წლის ბრიუსი ბოლოს ნახეს ნიუ-იორკის შტატის ელმირა ჰაიტსის სოფელში, შერიდან ავენიუსა და მე-14 ქუჩის კვეთასთან ახლოს.
მას შემდეგ არავის უნახავს ან გაუგონია მისი ამბავი. ამბობენ, რომ ბრიუსი ნიუ-იორკის შტატის Big Flats-ში ცხოვრობდა, სანამ გაუჩინარდებოდა. ცნობილი იყო, რომ ის ბინგოს თამაშობდა ამ რაიონში და ხშირად სტუმრობდა ადგილობრივ ბარებსა და კლუბებს. როცა ის გაუჩინარდა, ბრიუსმა ყველა თავისი პირადი ნივთი დატოვა. მას არ ჰქონდა დამატებითი ტანსაცმელი და მხოლოდ მცირე რაოდენობის ფული ჰქონდა. არ იყო ცნობილი, რომ მას თან ჰქონოდა რაიმე პირადი საიდენტიფიკაციო ნივთი. საყვარელი ადამიანებისთვის ბრიუსისთვის უჩვეულო იყო დამატებითი ტანსაცმლის არქონა. ის, რასაც ხელში მოიგდებდა, იმას არ ჩაიცვამდა. ის ძალიან ყურადღებით არჩევდა, რას იცვამდა, ამიტომ მისთვის უჩვეულო იყო ტანსაცმლის დატოვება. ბრუს მაქს ვილო აღწერილია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, ყავისფერი თმითა და მწვანე თვალებით. როდესაც ის გაუჩინარდა, მისი სიმაღლე იყო 6 ფუტი და 1 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 50 ფუნტი. იმ დროს მას თმა მოკლედ ჰქონდა შეჭრილი. დღეს დაკარგული მამაკაცი 65 წლის იქნებოდა. მისი საქმე ჯერ კიდევ აქტიურია, ხელისუფლება ელოდება იმ ერთ ინფორმაციას, რომელიც საბოლოოდ დაასრულებს ამ 10 წლეულების განმავლობაში არსებულ საიდუმლოს. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ ნიუ-იორკის შტატის პოლიციის I დანაყოფის შტაბს ნომერზე 585 398 4100. სააგენტოს საქმის ნომერია EXO-OR 9119 დამატებით ინფორმაციის მქონე პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ნიუ-იორკის შტატის პოლიციას ნომერზე 67 729 8796. ნომერი 6. 54 წლის ჯერი ფრენსის იელი ადრე ცხოვრობდა ჰოპკინსში, მონტანაში, ხოლო 1984 წელს იგი ცხოვრობდა ოკლაჰომა სიტიში, ოკლაჰომაში. მის პირად ცხოვრებასა და ისტორიაზე ბევრი არაფერია ცნობილი. მისი ისტორია იწყება 1984 წლის 14 სექტემბერს, როდესაც მან დატოვა ოკლაჰომა სიტი, რათა ეწვია თავის დეიდას არტმორში, ოკლაჰომაში. დეიდასთან სტუმრობისას ჯერიმ აღნიშნა, რომ სურდა ლონ გროუში საწყობის მოწესრიგება. მან დატოვა დეიდის სახლი, წავიდა საწყობისკენ და შემდეგ გადაწყვიტა ენახა მეგობარი, რომელიც ასევე არტმორში ცხოვრობდა. მან მეგობარს უთხრა, რომ გეგმავდა ლონ გროუში საწყობში დაბრუნებას, რათა რაღაცები დაელაგებინა. შემდეგ კი სახლში დაბრუნებას აპირებდა. თუმცა ჯერი სახლში აღარ დაბრუნებულა. იმ დღეს მეგობრის სახლიდან წასვლის შემდეგ მას აღარავინ უნახავს და არც არაფერი სმენიათ მისგან. რამდენიმე დღის შემდეგ, რაც ქალი დაკარგულად გამოაცხადეს, მისი მანქანა იპოვეს. ის მართავდა თეთრ 1989 წლის Lincoln Mark Fix, რომელიც მიტოვებული იპოვეს Walmart-ის სადგომში North Commerce Street-ზე, არტმორში. მანქანამ და მისმა მდებარეობამ ვერ მისცა დამატებითი მინიშნებები ჯერის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. არც მანქანაში და არც მის გარშემო არ იყო დანაშაულის ნიშნები, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა დაბნეულობა გამომძიებლებსა და მის ოჯახში. მინიშნებების არარსებობამ საქმეში პროგრესის შესაძლებლობა გამორიცხა და ის მალე სხვავა გაუხსნან საქმეებთან ერთად დაარქივეს. იმ ერთი პატარა ინფორმაციის მოლოდინში, რომელიც გამომძიებლებს ისევ ამ საქმეს დაუბრუნებდა. მისი ოჯახი და ისინი, ვისაც ის უყვარდა, პასუხების იმედს არ კარგავდნენ, მაგრამ დროის გასვლამ მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. დაკარგული ქალი აღწერეს როგორც თეთრკანიანი, ყავისფერთმიანი და მწვანე თვალება ქალი. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 2 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 115 ფუნტია. ორივე ყური გახრეტილი აქვს. ეს დეტალები სამართალდამცავებსა და საზოგადოებას გაუზიარეს იმ იმედით, რომ ვინმე მას ამოიცნობდა ან გაახსენდებოდა, რომ ენახა. ჯერი იელი ბოლოს ნახეს თეთრი მოკლემკლავიანი მაისურით, რომელზეც შესაძლოა დოქტორ პეპერის ლოგო იყო გამოსახული. მაისური ეცვა ლურჯ ჯინსებთან, ბრილიანტის ბეჭედთან და საათთან ერთად. იგი ასევე ატარებდა რამდენიმე სხვა დიდ ბეჭედს, თუმცა უცნობია დაკარგვის დღეს ეცვა თუ არა ისინი. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ არტმორის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 580231212. სააგენტოს საქმის ნომერია 940302559. მისი საქმე დღემდე გაუხსნელია. ჯერი 54 წლის იყო, როდესაც გაუჩინარდა და დღეს ის 86 წლის იქნებოდა. ნომერი 5. 1995 წელს რორი ნილ შუმეიკერმა დაგეგმა, რომ დედასთან ერთად მონტანაში გადასულიყო. მათი იდეა იყო ევერეტიდან ვაშინგტონიდან გადასვლა და უკეთესი ცხოვრების პოვნა რამდენიმე საათის სავალზე. ევერეტის დატოვების გადაწყვეტილება მარტივად არ მიუღიათ, რადგან ეს ნიშნავდა ნაცნობი საზოგადოების დატოვებას და ყველაფრის თავთავიდან დაწყებას. იმ წლის 1 სექტემბრისთვის, 34 წლის, რორი უკვე ჩალაგებული იყო და მზად იყო დიდი გადასვლისთვის. მან თავისი ნივთები მოაწესრიგა და ყველა საჭირო ზომა მიიღო, რათა მისთვის და დედისთვის გადასვლა შეუფერხებლად წარიმართულიყო. მაგრამ მან გადაწყვიტა კიდევ ერთი ღამე დარჩენილიყო, რათა მეგობრებთან გამომშვიდობებოდა გადასვლამდე, რადგან სურდა მეტი დრო გაეტარებინა მისთვის საყვარელ ადამიანებთან. იმ დღეს ბოლოს ის დაინახეს ევერეტში, მშობლების სახლიდან გასული, სანამ მეგობრებთან შესახვედრა წავიდოდა. მას სურდა მათთან ერთად ერთი ბოლო მოგონება შეექმნა, სანამ ახალ შტატში ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, მაგრამ იმ ღამით ის უკანასკნელად ნახეს. ყველამ გადაწყვიტა შეიკრიბონ წითელი ხიდის ბანაკში. ეს ადგილი მდებარეობს გრანიტ ფოლსის აღმოსავლეთით, მაუნტ ბეიკერ სნოკვალმის ეროვნული ტყის ტერიტორიაზე.
ის ჩაჯდა თავის თეთრ ორკარიან 1979 წლის, დაცუნ 210-ში, რომელსაც ვაშინგტონის სანომრე ნიშნები ჰქონდა 205 AKX. მანქანას რამდენიმე დაზიანება ჰქონდა, მათ შორის მარცხენა წინაფრთაზე დეფორმაცია და საქარე მინაზე ბზარები, რომლებიც ობობას ქსელს ჰგავდა. ერთ-ერთ სავარძელს შავ-თეთრი უჯრედებიანი ნახატი ჰქონდა. ერთ-ერთმა მეგობარმა მეორის შემდეგ მოვიდა, მაგრამ დღის ბოლოს ჯგუფში ერთი ადამიანი აკლდათ. რორი ბანაკში არ გამოჩენილა და მას შემდეგ არავის უნახავს ან გაუგონია მის შესახებ. არც რორი და არც მისი დაცუნი არასდროს უპოვიათ. მისი ახლობლების თქმით, მისთვის უჩვეულოა გაფრთხილების გარეშე გაუჩინარება. თუნდაც ხანგრძლივ მოგზაურობებზე მიდიოდა, ყოველთვის პოულობდა გზას, რომ ოჯახს დაკავშირებოდა. რორი აღწერილია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, ყავისფერი თმითა და მწვანე თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 8 ინჩი, წონა კი დაახლოებით 40 ფუნტია. ბოლო ინფორმაციით მას ეცვა მოკლე მკლავიანი ნაცრისფერი პერანგი, ლურჯი ჯინსები, შავი სპორტული ფეხსაცმელი და წითელი ბეისბოლის ქუდი. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის ან გაუჩინარების გარემოებების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ სნოჰომიშის ოლქის შერიფის ოფისს ნომერზე 42538 83839. საქმის ნომერია მითითებული როგორც 95 15 95 15757. ნომერი 4. 1988 წელს უიტნი პატრის რედიკი ცხოვრობდა თანამობინავესთან ერთად სტოუნ მაუნტინში, ჯორჯიაში. იმ დროს ის მუშაობდა ოფისის ასისტენტად Harry Normal Realtor-ში, ბაქედში. ის ოცნებობდა მსახიობი გამხდარიყო. ახლობლები მას აღწერენ როგორც ძალიან სანდო და პასუხისგებელ ადამიანს, რომელიც არასოდეს წავიდოდა გაფრთხილების გარეშე. თუმცა სწორედ ეს მოხდა 1988 წლის აპრილის ბოლოს. 19 აპრილს, 26 წლის, ქალი მართავდა თავის მანქანას, როდესაც სერიოზულ ავტოავარიაში მოჰყვა, რამაც მისი მანქანა აღდგენას აღარ ექვემდებარებოდა. სასწრაფო დახმარების მანქანები ადგილზე მივიდნენ, მაგრამ უიტნიმ სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა. თუმცა მიიჩნევა, რომ მას შეიძლება თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული. მოვლენების შემდეგ მან მამას ესაუბრა, რომელმაც მოგვიანებით აღნიშნა, რომ უიტნი დაბნეული ჩანდა. 3 დღის შემდეგ უიტნი გაუჩინარდა. აპრილის 22 იყო დაახლოებით საღამოს 9 საათი, როცა უიტნი მივიდა თავისი მეგობარი ბიჭის სახლში, ჰაი-პოინტის ბინების კომპლექსში, იანგის გზაზე, ლითონიაში, ჯორჯიის შტატში. მან დაახლოებით 30 წუთი დაჰყო მასთან. იმ ღამით დაახლოებით 9:30-ზე წავიდა სავარაუდოდ სახლში დასაბრუნებლად. მისი მეგობარი ბიჭის თქმით, წყვილმა ერთმანეთს დაემშვიდობა და უიტნი წავიდა. იმის გამო, რომ მისი მანქანა სერიოზულად იყო დაზიანებული, უიტნი ქირავნობის მანქანას მართავდა Enterprise-დან. ეს იყო ლავანდისფერი ნაცრისფერი 1997 წლის 4-კარიანი Geo Prism, ჯორჯიის სანომრე ნიშნით 345 HZE. შემდეგ დღეებში ახალგაზრდა ქალი სამსახურში არ გამოცხადდა და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. კომუნიკაციის ეს მოულოდნელი შეწყვეტა მისთვის უჩვეულო იყო, რადგან უიტნი ძალიან სანდო და პასუხისგებლიანი ადამიანად ითვლებოდა. ყოველთვის ეკონტაქტებოდა საყვარელ ადამიანებს და არასდროს აცდენდა სამსახურს ახსნა განმარტების გარეშე. უიტნი ოფიციალურად დაკარგულად გამოაცხადეს ადგილობრივ პოლიციაში, რამაც დაუხოვნებლივი გამოძიება გამოიწვია. ხელისუფლებამ მაშინვე დაიწყო ძებნა, გამოიკითხა უიტნისთან ყველაზე ახლოს მყოფი ადამიანები და ცდილობდა მისი ბოლო ცნობილი გადაადგილებების აღდგენას. გამოძიების დროს გაირკვა, რომ უიტნი რამდენიმე დრით ადრე ავტოავარიაში მოჰყვა, უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე, ხოლო მამამისი ფიქრობდა, რომ მას თავის ტრავმა ჰქონდა მიღებული და დაბნეულად საუბრობდა. ხელისუფლება შეშფოთებული იყო, რომ უიტნი შესაძლოა დაბნეულიყო და მოუნიშნავ საზღვრებში შესულიყო. გამოძიების განმავლობაში არანაირი მტკიცებულება დანაშაულის შესახებ არ აღმოჩნდა. ამ საქმეში არავინ არის ეჭვმიტანილი ან გამოძიებისთვის საინტერესო პირი დასახელებული. არც უიტნი და არც Geo Prism არასდროს უპოვიათ. ის აღწერილია როგორც აფროამერიკელი ქალი, შავი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 2 ინჩი, ხოლო გაუჩინარების დროს მისი წონა დაახლოებით 120 ფუნტი იყო. უცნობია რა ეცვა მას გაუჩინარების დროს. ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის ან გაუჩინარების გარემოებების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ დეკალბის საგრაფოს პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 770 724 7710. გამომძიებლები ასევე ეძებენ ნებისმიერ ინფორმაციას ავტომანქანაზე, რომელსაც აქვს სანომრე ნიშანი 345 HZE. ნომერი 3. 30 წლის ბლეინ კარლ ჰექტორი ნიუ-ჰემპშირის შტატის ჰილსბოროს საგრაფოს ქალაქ მილფორდის მცხოვრებია. ის დაქორწინებული მამაკაცია და ჰყავს 2 შვილი. მისი ძმა ვეით ჰექტორი ნიუ-ჰემპშირის ეროვნული გვარდიის სპეციალისტი იყო, რომელიც 1991 წელს საუდის არაბეთში მომხდარ სასიკვდილო სათვითო მანქანის ავარიაში მოჰყვა. ამ ტრაგედიის შემდეგ ამბობდნენ, რომ ბლეინი დეპრესიაში ჩავარდა, ამის გამო კოლეჯი მიატოვა. 2001 წლის 24 დეკემბერს ბლეინი მამამისის სახლში მივიდა, რათა ეჩვენებინა მისთვის მეორადი მანქანა, რომლის ყიდვაც სურდა. თუმცა გეგმები ჩაიშალა, როდესაც პოლიცია ბლეინის მამის სახლთან მივიდა. სავარაუდოდ ავტოსალონმა პოლიციას მიმართა და შეატყობინა, რომ მანქანა მოპარული იყო, თუმცა ამ შემთხვევის ზუსტი დეტალები არ გახმაურებულა. როდესაც პოლიცია სახლში მივიდა, ბლეინი გაიქცა და მამამისის სახლის უკან ტყეში შეიმაღლა. მას შემდეგ არავის უნახავს ან გაუგონია მისი ამბავი. დეუს სჯეროდა, რომ ის მეორე დღეს შობისთვის ოჯახში დაბრუნდებოდა.
ის რომ ის არ გამოჩნდა მათთან მათთვის უჩვეულო იყო. შემდეგ დღეებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა და შტატის პოლიციამ ყველა ძალისხმევა დახარჯეს ბლეინის მოსაძებნად. ეს მოიცავდა ფართომასშტაბიან სახმელეთო ძიებებს, ვერტფრენებსა და სამძებრო ძაღლების ჯგუფებს. მისი ადგილსამყოფელის შესახებ დამატებითი კვალი არ აღმოჩნდა. 3 წლის შემდეგ, 2004 წელს, ბლეინის მამა გარდაიცვალა. მან არასოდეს გაიგო რა დაემართა მის შვილს. პოლიციის ოფიცრები დაკრძალვას ესწრებოდნენ იმ იმედით, რომ დაკარგული კაცი გამოჩნდებოდა. საინტერესოა, რომ ის დაკრძალვას არ დასწრებია. მის საბანკო ანგარიზე ან სოციალური უსაფრთხოების ნომერზე არანაირი აქტივობა არ დაფიქსირებულა. რის გამოც მის ოჯახს სჯერა, რომ ის შეიძლება სხვა ქვეყანაში ცხოვრობდეს, შესაძლოა კანადაში. ლეინ სულივანის ოლქში დაპატიმრების ორდერი აქვს გაურკვეველი მიზეზების გამო. თუმცა ხელისუფლებას არ აქვს დარწმუნებული, რომ ის დამალვაშია, რათა დაპატიმრებას თავი აარიდოს. მისმა მეუღლემ განქორწინება მოითხოვა მიტოვების საფუძველზე. ბლეინი ფეხით გავიდა დღეში. მას არ აქვს ტრანსპორტი და სავარაუდოდ გადაადგილებისთვის სხვების დახმარებასა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს. დაკარგული მამაკაცი აღწერილია როგორც თეთრკანიანი მამაკაცი, ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. მისი სიმაღლეა 6 ფუტი და 2 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 190 ფუნტი იყო იმ დროს. მას აქვს ნაიარევი მუცელზე და ხალი მარცხენა ბარძახზე. ბოლოს ის ნახეს შავ-არმიის პალტოში, მწვანე ქუდსა და ჩექმებში. ინფორმაცია ბლეინ ჰექტორის ადგილსამყოფელის შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ კორნიშის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 603 543 0535 ან ნიუ-ჰემფშირის შტატის პოლიციას ნომერზე 603 223 3856. ნომერი 2. დაბადებული 1977 წლის 12 ივლისს, ბრენდი ნიკოლ უილსონი კოლფაქსის ინდიანას მცხოვრები იყო. 2002 წელს 24 წლის ბრენდი თავის მეუღლესთან კენეთ უილსონთან და 2 ვაჟთან ერთად კოლფაქსის სოფლის რეგიონში ცხოვრობდა. ის მუშაობდა დონალდსონის კომპანიაში ფრანკფურტში, ინდიანაში და სხვადასხვა ცვლაში ასრულებდა სამუშაოს. ქორწინებამდე კენეთმა 10 წლიანი სასჯელი მოიღადა ციხეში, მას შემდეგ რაც ბრალი წაუყენეს ხანდაზმული მსხვერპლის ფატალურ ძარცვაში. საპროცესო შეთანხმების შედეგად ის დამნაშავედ სცნეს ძარცვაში, რის სანაცვლოდაც მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს. 2002 წელს გავრცელებული ინფორმაციით წყვილს ქორწინებაში პრობლემები დაეცვა, რის გამოც კენეთი ეჭვმიტანილთა სიაში მოხვდა, როდესაც მისი ცოლი უეცრად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაუჩინარდა. 2002 წლის 4 ივნისის დილით კენეთი სამუშაოდან მესამე ცვლის შემდეგ სახლში დაბრუნდა. როგორც კი მივიდა, მაშინვე დათვა დასაძინებლად და ახლობებით დღის 2 საათზე გამოიღვიძა. მისი თქმით, იმ დროისთვის ბრენდი უკვე წასული იყო, თუმცა ორივე მათი მანქანა სახლთან გარეთ ხელუხლებლად იდგა. West CR6-ს South-ის ცხოვრებლებს $420 ნაღდი ფული აკლდათ, რაც კენეთმა გააცნობიერა, რომ მათი გადაუდებელი ფონდიდან იყო აღებული. ფონდიდან სახლში დარჩენილი იყო ბრენდის ჩანთა და მისი საქორწილო ბეჭდები. იმ დღეს 4 საათისთვის მას დონალდსონის ქარხანაში უნდა მისულიყო, მაგრამ იქ არასდროს გამოჩენილა. ბრენდის 4 თანამშრომელი ბუნებრივად შეშფოთებული იყო და იმავე დღეს განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ. როგორც ამბობენ, დაკარგულ ქალს თანამშრომლებისთვის უთქვამს, რომ მას და მის ქმარს ქორწინებაში პრობლემები ჰქონდათ და თუ რამე მოუვიდოდა, ამის უკან შეიძლება სწორედ ის ყოფილიყო. კენეთმა მხოლოდ მეორე დღეს მიმართა სამართალდამცავებს და განაცხადა გაუჩინარების შესახებ. მან ახსნა, რომ ჯერ ბრენდის მეგობრებს დაუკავშირდა, რათა გაეგო, იცოდა თუ არა რომელიმეს, სად იყო ის. ბრენდის დედა ფემი მტკიცედ დარწმუნებულია, რომ მისი შვილი არასოდეს გაუჩინარდებოდა ნებაყოფლობით. ის არასდროს მიატოვებდა თავის შვილებს საკუთარი ნებით. იმ დროს ორივე ბავშვი კენეთის მშობლებთან ცხოვრობდა, სანამ წყვილი ცდილობდა პრობლემების მოგვარებას. არანებაყოფლობით გაუჩინარების ეჭვს ამყარებდა ის ფაქტი, რომ დაკარგულ ქალს არაფერი წაუღია თან, არც ტანსაცმელი და არც მანქანა, რამაც გამომძიებლები დააფიქრა თუ როგორ წავიდა ის. მეზობლებიდან არც ერთს არ დაუნახავს, რომ ის ვინმესთან ერთად მანქანაში ჩაჯდა, ასევე არავის უნახავს, რომ ის რაიონშიც დადიოდა. დეტექტივებმა დაკითხეს კენეთი, ასევე მეგობრები და თანამშრომლები. ქმარს არ ჰქონდა არანაირი მინიშნება, რაც გამოძიებას დაეხმარებოდა, ხოლო მეგობრებმა აღნიშნეს, რომ არ ფიქრობენ თითქოს ის თავისით წავიდოდა, მაგრამ მათ ვერც კი წარმოედგინათ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მასთან. ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ ერთი კვირით ადრე მასთან ერთად ისადილა და აღნიშნა, რომ ბრენდი სადილის დროს ნერვიულად და დაძაბულად გამოიყურებოდა. თავდაპირველად გამომძიებლებს ეგონათ, რომ ბრენდი უბრალოდ სახლიდან წავიდა ქმრისთვის არაფრის თქმის გარეშე, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად დაიწყეს ფიქრი, ხომ არ იყო საქმე დანაშაულთან. შაბათკვირისთვის მოხალისე მეხანძრეები კლინტონის ოლქის შერიფის ოფისის თანამშრომლებს შეუერთდნენ დაკარგული ქალის საძიებლად. ზებნა კოლფაქსის რამდენიმე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, მაგრამ ეს მცდელობები, როგორც ჩანს, უშედეგო აღმოჩნდა. ტერიტორიის დასათვალიერებლად გამოიყენეს თბოვიზორიანი ვერტფრენები, მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს. ეროლისა და ტიპეკანუს ოლქების მღვინთავებმა კოლფაქსის გარეთ მდებარე წყლის ორმოში რამდენიმე საათი გაატარეს. კვლავ ვერაფერი არ მოაჩინეს. მეგობრებმა და ოჯახმა ფრანკფურტში დაკარგული ადამიანის პლაკატები დაამზადეს და გაავრცელეს იმ იმედით, რომ ვინმე მას ამოიცნობდა.
გამომძიებლებმა რამდენიმე მინიშნება მიიღეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ბრენდი დაკარგულად გამოცხადების შემდეგ ნახეს. თუმცა ეს მინიშნებები ბუნდოვანი იყო და მათი გადამოწმება რთული აღმოჩნდა. ფამა აღნიშნა, რომ არ სჯეროდა თითქოს კენეთი ბრენდისთვის ზიანის მიღებას შეძლებდა, მაგრამ მას აწუხებდა მისი რთული წარსული და ის თუ როგორ შეიძლებოდა ეს გავლენას ახდენდა მის ქალიშვილთან დაკავშირებულ მოვლენებზე. კენეთი ამ საქმეში არც გამოძიებისთვის საინტერესო პირად არის დასახელებული და არც ეჭვმიტანილად. ბრენდი ვილსონი აღწერილია როგორც კავკასიური წარმოშობის ქალი, ყავისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. ის არის 4 ფუტი და 5 ინჩი სიმაღლის და დაახლოებით 125 ფუნტს იწონის. ორივე ყური გახრეტილი აქვს და მარცხენა მკერდის მხარეს ყვავილის ტატუ აქვს. კისრის უკანა მხარეს მრგვალი ნაიარევი აქვს და ცნობილია, რომ ზოგჯერ სათვალეს ატარებს. ბრენდის ქალიშვილობის გვარია თეიმონი. დღეს ის 48 წლის იქნებოდა. მისი საქმე ჯერ კიდევ გაუხსნელია. ინფორმაცია ამ დაკარგული პირის ადგილსამყოფელის ან გაუჩინარების გარემოებების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ კლინტონის ოლქის შერიფის ოფისის ნომერზე 776-644 5563 ან კლინტონის ოლქის ცხელი ხაზის ნომერზე 775-646. Tips. სააგენტოს საქმის ნომერია მითითებული როგორც 020602 826. ნომერი 1. ჯოის ლი კენედი, დაბადებული 1933 წლის 28 მარტს, მუშაობდა ბილეთების აგენტად სითაკის აეროპორტში სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. მისი სამუშაო ადგილი მოულოდნელად იქცა უჩვეულო გაუჩინარების სცენად, რომელიც მოხდა 1978 წლის 28 მარტს. იმ დღეს ჯოისი ჩვეულებრივად ასრულებდა თავის საქმეს, სანამ მისი ცვლა იმ დილით არ დასრულდა. მან ცვლის დასრულების შემდეგ დატოვა თავისი სამუშაო ადგილი და მას შემდეგ აღარავის უნახავს და არც არაფერი სმენია მის შესახებ. იმ დღეს, როდესაც ის გაუჩინარდა, ჯოის უნდა შეხვედროდა თავის ყოფილ ქმარს, ჯონ თომას ოკიფე მეორეს, რომელსაც მისთვის ფული ჰქონდა გადასახდელი. მათი ურთიერთობა 2 წლით ადრე დასრულდა და ოჯახური ძალადობის ბრალდებებით იყო დაჩრდილული. ჯოისმა სთხოვა თავის ძმას, ჯეკ სპარკს, რომ შეხვედრაზე თან გაჰყოლოდა და მხარი დაეჭირა, მაგრამ გარემოებებმა მას ამის საშუალება არ მისცა. ამან ჯოისი მარტო დატოვა ჯონთან შესახვედრად, რამაც მისი ოჯახის წევრებსა და მეგობრებში შეშფოთება გამოიწვია. როდესაც ჯოისი თავის შემდეგ ცვლაზე არ გამოცხადდა და არავის არაფერი სმენოდა მისგან, შეშფოთება სწრაფად გადაიქცა განგაშში. უფლებამოსილი ორგანოები საქმეში მას შემდეგ ჩაერთნენ, რაც ავიაკომპანიამ მისი არ ყოფნის შესახებ შეატყობინა. მისი გაუჩინარების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა მის ახლობლებს უამრავ პასუხგაუცემელ კითხვას უტოვებდა და დროის გასვლასთან ერთად ეჭვები და ვარაუდები იზრდებოდა. როდესაც 44 წლის ქალი შემდეგ ცვლაზე სამსახურში აგამოცხადდა, პან-ამერიკანის ავიაკომპანიის წარმომადგენლები შეშფოთნენდნენ და მისი გაუჩინარება ადგილობრივ პოლიციას აცნობეს. 2 დღის შემდეგ მის საქმეზე მომუშავე გამომძიებლები მის ავტომობილს იპოვიან. ის მიტოვებული იყო აეროპორტის სტუმრების სექციების სექციის სადგომზე. ყველა კარი დაუკეტავი იყო. მისი ჩანთა და გასაღებები წინა სავარძელზე იპოვეს და არანაირი ნიშანი არ იყო იმისა, რომ ბრძოლა მომხდარიყო. მაგრამ ჯოისი არსად ჩანდა. იმ დღეს, როდესაც ქალი გაუჩინარდა, მას უნდა შეხვედროდა კაცს სახელად ჯონ თომას ოკიფი მეორე, რომელსაც უმეტესობა ჯეკად იცნობდა. ჯონი ჯოისის ყოფილი ქმარი იყო და მათი შეხვედრის მიზეზი ის იყო, რომ მას ჯოისისთვის ვალი უნდა დაებრუნებინა. წყვილი 4 წლის განმავლობაში 1972 წლიდან 1976 წლამდე დაქორწინებული იყო. მათ ურთიერთობაში სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას. სწორედ ამ არეულმა წარსულმა აიძულა ჯოის, რომ თავის ძმას ჯეკ სპარკს ჩაერთო ამ საქმეში. ის უნდა გაჰყოლოდა მას იმ საღამოს ღამის ცვლის შემდეგ ყოფილი ქმრისთან შეხვედრაზე. თუმცა სპარკსი ხელმისაწვდომი არ იყო, რის გამოც ჯოის ჯონთან მარტო შეხვედრა მოუწია. ოჯახის წევრები და მეგობრები მტკიცედ მიიჩნევდნენ, რომ მას ჯოისის გაუჩინარებაში ხელი ერია, მაგრამ გამომძიებლებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც მას ამ მოვლენასთან დააკავშირებდა. ის არასოდეს დაუსახელებიათ, როგორც გამოძიებისთვის საინტერესო პირი ან ეჭვმიტანილი. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ჯონმა მანქანა სტუმრების სექციაში გადაიყვანა, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს ჯოის ჯერ კიდევ დაეტოვებინა ადგილი. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა ვერ იპოვეს მტკიცებულება იმისა, რომ ის იმ დროს მანქანაში იყო, ან რომ ვინმეს მანქანა გადაეყენებინა. ჯოის კენედის ადგილსამყოფელი და მისი გაუჩინარების გარემოებები კვლავ უცნობია. არსებობს ეჭვი დანაშაულებრივ ქმედებაზე ამ საქმეში, მაგრამ ჯოისის გაუჩინარებასთან დაკავშირებით არავინ დაუდანაშაულებიათ. ჯოის კენედი აღწერილია როგორც თეთრკანიანი ქალი, წითელი თმითა და ლურჯი თვალებით. მისი სიმაღლეა 5 ფუტი და 3 ინჩი, ხოლო წონა დაახლოებით 135 ფუნტია. ბოლო დროს ჯოის კენედი ნახეს სამუშაო ადგილზე. ეცვა ბეჟი შარვალი წითელი ბლუზა, ოქროს ბეჭედი ჩასმული ბრილიანტებით და მასზე ამოტვიფრული სიტყვა სიყვარული. ცნობილია, რომ ის ატარებს სათვალეს და შესაძლოა იყენებდეს გვარს ოკ-იპი. ინფორმაცია ჯოის კენედის გაუჩინარების შესახებ შეგიძლიათ მიაწოდოთ სიეტლის სპორტის პოლიციის დეპარტამენტს ნომერზე 206 787 5400.